დღეს ადამიანების 99% არის ფანატიზმში ბოლო ჟამთან მიმართებაში. ძირითადად ისმის ესეთი ფრაზები: მე მჯერავს რომ ბოლო ჟამის დროს უფალი ჩემზე იზრუნებს, მე მჯერავს რომ საქართველოს იცავენო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ბევრი მაღალი ძალებია საქართველოში, უფალი გარანტირებულად დაგიცავს, მაგრამ შენ საკეთებელ საქმეს თუ არ აკეთებ ბოლო ჟამისთვის, მოსამზადებლად და აქ არ გულისხმობ სულიერ ნაწილს. სულიერი ნაწილი გასაგებია რომ უნდა მოამზადო. აქ გულისხმობ ფიზიკურ ნაწილს, რომლისთვისაც უნდა მოიმზადო და რომელსაც არ აკეთებ. და ფიქრობს რომ უბრალოდ საკმარისია ღმერთთან იყოს და ღმერთი ყველაფერს მიხედავს. შენ იმის ფანატიზმი გაქვს, რომ ღმერთი შენი ხორცის ნაწილს მიხედავს პირდაპირ მნიშვნელობით. შენ ის ნოე ხარ, რომელიც ფიქრობს რომ გემი უფალმა უნდა ააშენოს ფიზიკურ დონეზე. დაფიქრდი, აბა რას გეუბნები? ყველაფერს მიხვდები გზადაგზა, რის მოყოლასაც ვაპირებ, მაგრამ დაფიქრდი რას გეუბნები? უფალს შეეძლო წკაპ და მზად არის ნოეს კიდობანი. მაგრამ რატომ ააშენა ნოემ ნოეს კიდობანი? იმიტომ რომ შენი მონაწილეობა ფიზიკური საჭიროა. გაიგე? ის კი არა რომ ნოეს ეთქვა, უფალი გადამარჩენს, მე უბრალოდ და რწმენა მექნება და დამიცავს ხორციელად. მაშინ ნოეს რატომ ააშენებინა კიდობანი? რატომ არ გააკეთა ღმერთმა კიდობანი მყისიერად? იმიტომ რომ შენი მონაწილეობა ფიზიკური საჭიროა. ასევე ბოლო ჟამისთვის ფიზიკური მომზადება, დამარაგება, პროდუქტები იქნება, წამლები, თავდაცვითი საშუალებები თუ სხვა რა, შენი გასაკეთებელი საქმეა და დაგისაბუთებ წმინდა მამების ნათქვამში, მამა გაბრიელის ნათქვამში და ყველა ნათქვამში ამ ყველაფერს. ეხლა რასაც ვამბობ. მამა გაბრიელით დავიწყოთ. მამა გაბრიელმა რა დაგიფარა? საქართველოში იმდენი ადამიანი იქნებაო, ნემს ვერ ჩააკვეხებ. კონსერვის კილასავი ჩალაგებულიო. და ისეთი შიმშილი იქნებაო, მიწას შეჭამო და პროდუქტები დაიმარაგეთო. რისთვის გითხრა ეს? და რისთვის დახარჯა უფალმა ენერგია, წმინდანისთვის მომავალი რომ ეჩვენებინა, რომ შენ უბრალოდ გეფიქრა რომ იცი რა, ღმერთი მიხედავს ყველაფერს. გიმეორებ, შენ ის ნოე ხარ, რომელიც ფიქრობს რომ კიდობანი ნოემ კი არ უნდა ააშენოს, არამედ ღმერთმა. კითხვა დასვი, წინასწარმეტყველებები რისთვის არის? რომ შიში გქონდეს? ვაი ეს არ მოხდეს? არა. გასართობად? არა. რისთვის აჩვენა უფალმა მამა გაბრიელის, რომ ადამიანები მიწას ჭამდნენ? და რატომ თქვა მამა გაბრიელმა მოიმარაგეთ საკვებიო? იმისთვის რომ შენ ფეხი ფეხზე გადაიდო და უბრალოდ ღმერთთან იყო რწმენაში მხოლოდ? არა, იმისთვის რომ ფიზიკურადაც მოემზადო ამისთვის. ეს წინასწარმეტყველებები იმისთვის არის, რომ შენ ხარ როგორც სულის მხარე, ისე ფიზიკური სხეული. და ეს წინასწარმეტყველებები შენი ფიზიკური სხეულის მოსამზადებლად არის. იმიტომ რომ უფალი გარანტირებულად არაპირებს კრიზისის დროს, გაჭირების დროს, ბოლო ჟამის დროს გადმოგიყაროს სიცხის დამწევი წამლები, წყლის გამფილტრი მოწყობილობები, ანტიბიოტიკები, არაპირებს უფალი ამის გაკეთებას. ამისთვის წმინდა მამები, წინასწარმეტყველები, თანამედროვე შენი უდიდესი წმინდანი მამა გაბრიელი მოგიყვანა და მიცა ხილვა მომავლის და გადმოგცა რომ მიწას შეჭამ და საკვები დაიმარაგეო და ეხლა ყველა ინსტრუქციას ხომ არ მოგწევს, იქ წამალი დაიმარაგე, იქ თავდაცვით იარაღი დაიმარაგე, იქ პროდუქტი დაიმარაგე, იქ რაღაც დაიმარაგე, ყველაფერს ხომ არ გეტყვი, კაცმა გითხრა მიწა შეჭამო, ესე იგი ყველაფერი უნდა დაიმარაგო ყოფაცხოვრებითი, რაც გჭირდება მაქსიმალურად. ამას გულისხმობს მიწას შეჭამ. გაიგე? ღმერთი ესე გიცავს შენ. ღმერთი შენ დაგიცავს ბოლო ჟამის დროს ღმერთთან როცა იქნები, ჯანმრთელობას მოგცემს, გამძლეობას მოგცემს, სულიერ ძალას მოგცემს. ბნელები ვერ დაგატერორებენ, მაგრამ შენ რომ სიცხე აგიწევს, ან ფეხს გაიჭრი და საერთოდ საკვები არ გექნება, აბსოლუტურად არ გექნება საკვები. ამისგან ვერავინ ვერ დაგიცავს შენ. იმიტომ რომ ღმერთმა ეს უკვე გითხრა, რა უნდა გექნა, მიწა შეჭამო და შენთვის ეს გასაგები უნდა ყოფილიყო, გაიგე? მაგრამ ისეთ ამპარტავნება ფანატიზმში ხარ, რომ ფიქრობ რომ უფალმა უნდა გადმოგიყაროს ციდან ანტიბიოტიკები, ბავშვის პამპერსები იქნება თუ რა ვიცი კიდე რაც გჭირდება. ელემენტარული ყოფაცხოვრებითი მდგომარეობისთვის, რომ გაძლო საპონი, რომ დეზინფექცია გააკეთო ხელის და არ მოიწამლო. მე რასაც ვაკვირდები, უფალი ადამიანთან მიმართებაში აწყდება მთავარ პრობლემას. და ეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ უფალმა უნდა მოგიტევოს შენ. უფალმა კი არ უნდა მოგიტევოს შენ. უფალი შენ ფიზიკურად ვერ მოგიტევებს, რადგან უკვე მოგიტევა. შენ თუ უფლისკენ არ მიდიხარ, გააცნობიერე. შენ თუ უფლისკენ არ მიდიხარ, უფალი ფიზიკურად ვერ მოგიტევებს. შენ ამის ამბიცია გაქვს, რომ ყველაფერი შენს ნაცვლად უფალმა უნდა გააკეთოს. აი, ხეიბარის მდგომარეობაში ხარ შენ დღეს ჩამდგარი. რადგან ამათმა ყველამ ჩაგაყენეს ხეიბარის მდგომარეობაში. უფალმა შენ მოგცა თავისუფალი ნება და შენს გაქვს საკეთებელი და უფალს ერთდროულად, ერთად.
მაგრამ არა, შენ სრულად გინდა უფალს გადაადო პასუხისმგებლობა. გითხრა, შვილო, ეს გააკეთე, მიწას შეჭა, მოიმარაგე, მოდის ვიღაც და შენ რატო ეუბნები ხალხს, რომ პროდუქტი მოიმარაგეო, რა გინდა? ცუც რას გეუბნები? გესმით, რამხელა ბრძოლები გაქვს პროგრამები ბნელის თავში? კაცი მოდის და მეუბნება, რატო ამბობ პროდუქტი უნდა მოიმარაგო? სიგიჟეა. შენ უნდა შეასრულო სულიერი და მიწიერი შესასრულებელი წილი, როგორც ნოემ ააგო კიდობანი თავისი ხელით. უფალს შეეძლო წკაპ, გიმეორებ და გაჩნდებოდა, მაგრამ ეს შესასრულებელი შენი წილია, რადგან მატერიალური ნაწილი ხარ და სამყაროს მექანიკის ამბები არ შეიძლება ამის ესე პირდაპირ ჩარევა გაკეთება. ესენი ვინც გეუბნებიან, რომ მხოლოდ რწმენა გადაგარჩენს და არაფერი არ აკეთო, აი განსაკუთრებით ვითომ ქრისტეს მოადგილე ახალგაზრდა ყვაწვილი რომ არის. ანტიქრისტეს ბეჭდის მატარებელი, იმის ბეჭდის მატარებელი, თუ რამე ბნელის მატარებელია, ყველაფერს ატარებს. და ამას წინა დამომიგდო რაღაც და ბოლოჟამისო, რატომ უნდა მეშინოდესო თუ ღმერთის მწამსო? ან რატომ უნდა მოვემზადო? შენო ურწმუნო ხარო? თუ შენო ემზადებიო ბოლოჟამის დროს, მაგალითად თუ იმარაგე პროდუქტსო, წამლებსო, ან ურწმუნო ხარო? ესა მამა გაბრიელს ურჯულო უწოდა და ყველა შენს წმინდანს, რომელმაც გითხრა პროდუქტი მოიმარაგე, შიმშილი იქნება, ბნელი სატანა გელაპარაკება იქედან და გეუბნება, რომ შენმა წმინდანმა მამა გაბრიელმა რაც გითხრა პროდუქტი მოიმარაგეო, ეს არ გააკეთო და ამას თუ გააკეთებო ურჯულო ხარ. გეუბნება, რომ პროდუქტს თუ მოიმარაგებ, ღმერთის ესე იგი არ გწამსო და ღმერთმა გამოგიგზავნა წმინდანები და გითხრა ისეთი შიმშილი იქნება, მიწას შეჭამდა და იმარაგე პროდუქტიო პირდაპირ გითხრა. მაგრამ ვის უსმენ? იმას ისმენ, რაშიც ხარ. ნახე, არ გინდა არაფრის კეთება, რისი მოსმენაც გინდა, იმას ისმენ და ბნელს უსმენ ამიტომ. კაცი გეუბნება, არაფერი არ გააკეთო და ამბობს, მე თუ ეხა პროდუქტები დავიმარაგე და ეს ყველაფერი გავაკეთეო, ღმერთის მაშინ არ მწამსო. წარმოგიდგენი არას ამბობს? ღმერთის რწმენას მიაბა აი ეს ყველაფერი. ესენი არიან როგორი ნოეები, იცით? რომლებაც იციან, რომ წარღვნა იქნება და ღმერთი აგვიგებს კიდობანსო. აი ნოეს რომ ეფიქრა, ღმერთი აგვიგებს კიდობანსო და დღეს ვიქნებოდით აქ? ვერა, ამიტომ ვერც თქვენ ვერ იქნებით. ესე თუ იფიქრებთ, რომ ღმერთი ამიგებს კიდობანს, როცა ღმერთმა პირდაპირ გითხრა, ფიზიკური კიდობანი შენ ააგეო, შენს გაქვს მონაწილეობა გასაკეთებელიო. ბნელი შენ გეუბნება, რომ მარტო რწმენა გქონდეს, არაფერი არ აკეთო, ანუ არაფერი არ აკეთო, შენი ფიზიკური შესასრულებელი საქმე არ აკეთო. ბნელი ამას გეუბნება ამ ადამიანების სახით, ვითომ სულიერი მოღვაწეების სახით, რომ მარტო რწმენა გადაგარჩენს და არაფერი არ აკეთო. ესე იგი ნოეს არ უნდა აეგო კიდობანი თავისი ხელით, ღმერთმა რომ უთხრა. უნდა ეთქვა, რომ ღმერთი ააგებს კიდობანს, რადგან მე რწმენა მაქვს ამის. ეს უნდათ ამათ თქვენთვის, რომ არ ააგო ფიზიკური კიდობანი სულიერ კიდობანთან ერთად. შენ თუ სულიერ კიდობანთან ერთად არ აგებ ფიზიკურ კიდობანს, შენ ღმერთს არ უსმენ პირდაპირ მნიშვნელობით. არ უსმენ იმ წმინდა მამებს, მამა გაბრიელს არ უსმენ, რომელმაც გითხრა, მიწას შეჭამ, პროდუქტი მოიმარაგეო. ყველაფერი მოიმარაგეო, ამას გულისხმობს. არაფრის კეთება არ გინდათ და 99%-დან მესმის ღმერთი მიხედავს ყველაფერს. ხო, ღმერთი გადმოგიყრის ანტიბიოტიკებს, გადმოგიყრის წყლის გამფილტრავ საშუალებებს, გადმოგიყრის მზის დამტენებს, გადმოგიყრის თავდაცვით საშუალებებს, ფიზიკურს, გაიგე? ამის ამბიციაში ხარ. სიცხე რომ აუწევს, იქნებ შენი ოჯახის წევრი ნაკლებად რწმენაშია და წამალი ჭირდება. ხო, ღმერთი გადმოგიგდებს მაგ წამალსაც, ხო. ღმერთმა შენ უკვე ყველაფერი გადმოგიგდო და მოგცა. გესმის? 20 თეთრი ღირს სიცხის დამწევი, მაგრამ არ იყიდე. გითხრა, აგერო მიხედე ამ საქმესო. ნახე, უფალი შენ წნევის წამალს არ გადმოგიგდებს, მაგრამ შეუძლია წნევა დაგიწიოს. საკვებს არ გადმოგიგდებს, მაგრამ შეგინელებს საკვების მიღების სურვილს და შეგავსებს ისე ძალით, რომ გადარჩე, მაგრამ საერთოდ რომ საკვებს ვერ იღებ და წყალსაც ვერ სვამ, რადგან არაფერი არ მოგიმარაგები, აი ნულის არ მოიმარაგე, გაიგე? 1% არ მოიმარაგე, რა გინდა? შენ დღეს გჭირდება 100% საკვები რომ იცოცხლო, ხო? უფალი მოგცემს 70% ენერგიას და შენს ორგანიზმს არ დაჭირდება საკვები. არც წყალი, არც წამალი ღმერთთან როცა იქნები. მაგრამ ის მინიმუმი, რაც უნდა მიიღო, ის გჭირდება, გაიგე, რაც გიხსნე და ის თუ არ გექნება, რა გინდა ეხა რო გააკეთოს უფალმა? თლიანად საკვები გიყაროს, ის 10% საკვები რაც უნდა დაგემარაგებია, წამლები, ელემენტარული პირობები, ისიც უნდა გადმოგიყაროს, 80%-ს მოგცემს. მაგრამ 20% შენ რატო არ გააკეთე, როცა დაგიბარა წმინდანების სახით? ნახე, შენ ეხა თუ კვების გარეშე ვერ ძლებ რამდენიმე დღე, ღმერთი მოგცემს ერთ თვეს.
თქვა, რომ კვების გარეშე გაძლო და გაძლებ. მაგრამ 2 თვეს და 3 თვეს და 3 წელს არ მოგცემს. ეს უკვე ფანტაზიაა შენი. გაიგე, ამას გიხსნი. შენ და ღმერთმა უნდა გააკეთოთ ეს და შენ აკეთებ ამას? არ აკეთებ. არც არ იმარაგებ, არც არ იმზადები. შენ რომ საბაზიცოც კი მომარაგებული არ გაქვს და ელემენტარული ქუჩაში ხარ, იყინები, წყალს ვერ სვამ, რადგან ყველა წყლის დალევა არ შეიძლება. შენ აქ ქალაქში ხარ მიჩვეული ამ კომფორტებს. შენ შეიძლება წყალი დალიო და გარდაიცვალო. პირდაპირ მნიშვნელობით. ნაკაწრი გაიკეთო ტყეში და ვერ გაძლო, რაღაცა გიკმინოს და დიდი ჩირქ-გროვა დაგიგროვდეს და შემდეგ გადაიზარდოს სეფსისში. ქალაქში ხარ, გაფუფუნებული, გაზარმაცებული და გონია ფილმებში რომ არის ვიღაცა რემბო ხელმოჭრილი და ფეხმოჭრილი რომ რაღაცებს ამარცხებს, ეს გონია. ერთი ნაკაწრი ხარ დღეს შენ, იმდენად გაფუფუნებული, გაზულუქებული ხარ. და საერთოდ რომ საბაზისოც არ მოიმარაგე და არაფერი არ გაქვს, რა გინდა რო ქნას ღმერთმა მაგ დროს? გითხრა უკვე და დაგიტოვა ყველაფერი და არ გააკეთე. აღარ შესჩივლო მე უფალს იცოდე. წმინდანების წინასწარმეტყველება იმისთვის არ არის რომ უბრალოდ ლამაზ ისტორიად მოისმინო. ეს იმისთვის არის რომ ფიზიკურადაც მოემზადო. შენ ღმერთმა არ გადაგარჩინა იმით რომ წმინდანის სახით მოგივლინა მამა გაბრიელი და წმინდა მამები და ყველაფერი გითხრეს ინსტრუქცია რომ საკვები მოიმარაგე ფიზიკურ დონეზეც, მიწას შეჭამა, ნუ ყველაფერი მოიმარაგეო, ამას გულისხმობს. ეს არ გაგიკეთა უფალმა? მაშინ რატომ ყრი ამ ღვთიურ სასწაულს ნაგავში პირდაპირ მნიშვნელობით? და რატომ გაქვს ამბიცია რომ ღმერთი მოგცემს აბსოლუტურად ყველაფერს და შენ უბრალოდ რწმენაში უნდა იყო. შენ არ ასრულებ დღეს შენს ფიზიკურ საკეთებელ ნაწილს. რატომ? იმიტომ რომ ბოროტმა ჩაგაგდო ხიბლში. ხიბლია. გაიგე, ხიბლია ეგ, რაც დღეს სულიერ მოღვაწეებს და 99%-ს სჭირს. ხიბლი, რომ ღმერთმა უნდა აგიგოს კიდობანი და არა შენ. ანუ შენ არ უნდა ააგო კიდობანი, როგორც ნოემ ააგო. ღმერთმა უნდა აგიგოს ფიზიკური კიდობანი. ის 20% რაც უნდა დაამარაგო, არ აკეთებ. ღმერთმა უნდა გაიკეთოს ისიც. მაშინ რაღაც მოხვედი დედამიწაზე, სინჯარაში ჩაქსვამდა და ესე გატარებდა. აკეთიკეთ, რიყვი ბავშვივით. ჯიბის ცუგები რომ არის ისე. შენ ხარ ღმერთის შვილი. შენ უფალი გამზადებს ჭეშმარიტად ქრისტეს გვერდით რომ დადგე. და არა ის რომ რაღაცა ხელით სატარებელი, შენს ნაცვლად რომ მამაშენი აკეთებს, გაფუფუნებული, გაზულუქებული, რიყვი შვილი. ამისთვის არ გამზადებს ღმერთი შენ. შენ ღმერთი გამზადებს ქრისტეს გვერდით რომ დადგე. და ქრისტეს გვერდით რომ დადგე, ყველაფრის საიმში უნდა იყო, ყველაფერში მონაწილეობა უნდა მიიღო ღმერთთან ერთად. გესმის რას გეუბნები? ნუ უსმენ ამ ანტიქრისტეს ბეჭდების მატარებლებს. ღმერთს მოусმინე, წმინდა მამებს მოусმინე, ვიღაც ცნობილ ბლოგერებს რომ უსმენ. მეც კი არ მომისმინო. მოусმინე მამა გაბრიელს. მოусმინე წმინდა მამებს. პირდაპირ მნიშვნელობით მოусმინე. ის რაც გაწყობს, ის ნაწილი კი არ მოისმინო, ყველაფერი მოусმინე. ყველა ნაწილს მნიშვნელობა აქვს. გამოვლენ და იტყვიან რომ მე მივიღებ უფლის სიყვარულს და სიტყვას და გადავრჩები მაინც გიორგი შენცდები. სად მიიღე უფლის სიყვარული და სიტყვა მაინტერესებს? არ იღებ შენ უფლის სიყვარულს და სიტყვას. პირდაპირ გეუბნები რატომ? მამა გაბრიელმა წმინდა მამებმა დაგიტოვეს სიმართლე, რა უნდა ქნა? ის რომ ფიზიკურად უნდა მოემზადო. და ამას არ აკეთებ და გგონია რომ უფლის სიტყვას იღებ. უფლის სიტყვას იღებ კი არა. უფალი რომ გიყურებს, მთელი მაღალი იერარქია რომ გიყურებთ არის, როგორ გითხრათ, დედამიწისეულ ენაზე გეტყვით. შოკში, რომ ამ ხალხს რანაირად გავაგებინოთ სიმართლე. რა უნდა ქნა? ჩვენ კი ვეხმარებით, მაგრამ ეს არის დახმარება ყველაფერთან ერთად. ეს არის და ბოლოს უკვე ღმერთმა მამა გაბრიელს პირდაპირ უთხრა რომ ამ ხალხს ბოლო პირდაპირ უთხარი, რომ მოიმარაგონ საკვები. პირდაპირ უთხარიო ამ ხალხსო. იმიტომ რომ ისე ვერ გაიგო. უფალმა შენ წმინდანების სახით გადმოგცა. შვილო, ბოლო ჟამის დროს ღმერთთან იქნები, სუფთად იქნები, გაგიყუჩებ ტკივილს. შიმშილის გზნობას შეგიმცირებ, ჯანმრთელობას გაგიხანგრძლივებ. კვება ამდენი არ დაგჭირდება. მაგრამ ის კი არ გითხრა, შენს ნაცვლად ყველაფერს გავაკეთებო. ამ ყველაფერს შვილო მოგცე მე შენ, მაგრამ აი ფიზიკურადაც უნდა რაღაც საბაზისო მოამარაგო. და მამა გაბრიელის სახით და სხვა წმინდა მამების სახით და ბიბლიაშიც და ყველაფერში გითხრა. მაგრამ ამ ნაწილის გათვალისწინება არ გინდა. გაიგე, ამ პარტავნებაში ხარ. მარტო ერთ მხარეს ისმენ და მეორეს არ ისმენ. უпростоრედ მარტო ერთ მხარეზე გელაპარაკებიან და მეორეზე არ გელაპარაკებიან. ბნელით ლაპარაკობენ და ამიტომ გითხრეს რომ საბაზისო დაამარაგე, მაგალითად შეგიძლია თაფლი დაამარაგო. თაფლი არ ფუჭდება 5000 წელი. კრისტალიზაციას აკეთებს და წყალი არ შედის შიგნით და არ ფუჭდება. მარილი დაამარაგე ელემენტარული, ეხა გეცინება, ხო? შენ ეხა მარილი გაქვს თავზე საყრელად, იმიტომ რომ შემოდის ეს მარილი. მაგრამ ყველაფერი რომ ჩაიკეტება და აირევა სიტუაციები, მარილი კი აღარ იქნება. და შენ იცი მარილი რომ ერთი თვე არ მიიღო, ერთი თვე კი არა, ორი კვირა რომ არ მიიღო მარილი. ფუნქციონირებას შეწყვეტ. რატომ იყო მარილი ოქროზე ძვირი და რატომ ითვლებოდა მარილის დაყრა უბედურების ნიშნად? იმიტომ რომ უბედურების ტოლფასი იყო, მარილის არ ქონა. მარილის არ ქონის შემთხვევაში პირდაპირ იშლება ორგანიზმი, მარტივენით გეტყვი. ამიტომ იყო რომ მარილის დაბნევა კი არა უბედურება. უმარილობა იყო უბედურება. მარილი რომ არ მოგცე, შენ ჯერ შენი ორგანიზმიდან
დაიწყებს მარილის გამოტანას, დაიშლები ცოცხლად, პირდაპირ გეუბნები ბიოლოგიურად. და შენ გონია ესე თავზე საყრელად იქნება მე რაღაცეები. ელემენტარული შეგიძლია თაფლი დაიმარაგო, მარილი არ ფუჭდება, შაქარი არ ფუჭდება. არის პროდუქტები, რომლებიც 5 წელი ძლებს ოსპი, წითელი ოსპი შეიცავს ხორცზე 2-ჯერ მეტ ყველა ნივთიერებას და საერთოდ სრულ პაკეტს შეიცავს. ოსპი რომ მიიღო დღეში 1 თებში, სრულ პაკეტს შეიცავს, არანაირი სხვა ვიტამინების მიღება არ გჭირდება. ხორცზე მეტ პროტეინს შეიცავს. რომ ამბობენ სხვადასხვა ხორცს რაც აქვს, ის არ აქვს. ოსპი და კვლევები ნახე და მიხვდები რას გეუბნები. მიხვდით და შენ რა გინდა? ღმერთი შეგინელებს ამ პროცესებს, შიმშილის გზნობას, ენერგიად შეგივსებს, მაგრამ ის 20% შენ თუ არ დაამატე, რა გინდა? მაინტერესებს რასელი, რომ შენ უბრალოდ ილოცო და არაფერი აკეთო? არ არის ესე, არა. ეს ჩაგინერგეს ილუზია შენ, რომ შენ არაფერი არ უნდა აკეთო. ყველაფერში შენი მონაწილეობა უნდა იყოს ღმერთთან. სადაც შენი მონაწილეობა არ არის და უბრალოდ ლოცვა და მეტი არაფერი, დამიჯერე იქ არაფერი არ ხდება შენს თავს. ღმერთთან ვერ ხარ შენ აქ მოსული ხარ შენ და ღმერთი, შენ და ღმერთი, შენ და ღმერთი. გაიბეჭდე ეს გონებაში შენ და ღმერთი. შენ რიც რომელი ხარ? მოქმედება. ღმერთი რწმენა. შენ მოქმედება. ღმერთი რწმენა შენში. შენ და ღმერთი, შენ და ღმერთი. დაიმახსოვრე ეს. მამა გაბრიელში ვინ დაგიბარა? მიწას შეჭამ, საკვები დაიმარაგეო. წმინდა მამებში ვინ დაგიბარა? შენ გონია მამა გაბრიელმა დაგიბარა? რა შედარებაა ეხა მე ვინ ვარ ერთი მოლეკულა ვარ, არავის არ ვადარებ თავს, მაგრამ შენი აზრით მე გელაპარაკები? მართლა ფიქრობ რომ მე გელაპარაკები? ან ყველა იმ ცოდნას რასაც ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ, მართლა ფიქრობ რომ გიორგი ტაბიძე ლაპარაკობს ამას. დაანებეთ ხალხო თავი ამ ადამიანებს, ვერ ხვდებით თქვენ? მამა გაბრიელს არ დაუბარებია რომ მიწას შეჭამთ, პროდუქტი დაიმარაგეთო. ღმერთმა დაგიბარა, ღმერთმა. გააცნობიერე ღმერთმა გითხრა პირადად. ვერ ხვდები მაგდენს? და ღმერთს რომ აქვს ეს შენთვის პირადად ნათქვამი და ამას არ ისმენ. და ვიღაც ბლოგერებს და ვიღაც გაუგებარ ხალხს უსმენ. ამ პარტავნებაში ხარ და ამ მდგომარეობაში ხარ. აბა რაში ხარ? და იმას ისმენ, რისი მოსმენაც მოგწონს. და გინდა, რადგან არ აკეთებ და შენს რეალობას ეფინება და ამიტომ მოგწონს. გაიგე? არ აკეთებ ამას და ამიტომ. და შენ ამას რატომ არ ისმენ? იმიტომ რომ ფანატიზმში ხარ. იმიტომ რომ ეს ბრჭყალებში სულიერი მოღვაწეებიც ფანატიზმში არიან. ჭეშმარიტად ღმერთთან ვერ არიან, ისე როგორც საჭიროა. ადეკვატში არ არიან ესენი. გააცნობიერეთ. და შენ უბრალოდ პროდუქტები კი არ უნდა მოიმარაგო. ის საბაზისო, ის 20%, დანარჩენ 80%-ს ღმერთი მოგცემს. მხოლოდ ის 20% კი არ უნდა გააკეთო. არამედ ისიც უნდა გააკეთო, რაც დანარჩენი გითხრა. სრული ინსტრუქცია უნდა შეასრულო. რა? თუნდაც რასაც გამთლიანებაში გასწავლი, კვებასთან მიმართებაში. შენ თუ ჩამოშალე, შენი იმუნიტეტი, კოკაკოლები, 1000 ნაგვით გატენილი ორგანიზმი და იძახი რომ მარხვა არაფერია და რაღაც რელიგიური ახირება გგონია და ამ ბნელებს უსმენ და ჩამოშალე იმუნიტეტი, ჩამოშალე ყველაფერი და მერე მარტო ილოცები და მერე ღმერთს ეუბნები, ღმერთო მიჟო ღმერთმა შენ წინასწარ დაგილაგა ეს ამბები რომ მოგამზადოს, მოგცეს ცოტა ძლიერი იმუნიტეტი, ის რომ მერე მისი გვერდული ჩარევა, რადგან პირდაპირი ჩარევა არ შეიძლება. არ შეიძლება ღმერთის არჩევანი იქნება შენი არჩევანი. ესე გამოდის. შენი არჩევანი შენი უნდა იყოს. ამიტომ ხდება ესე, თორე ღმერთი შენ არც აქ ჩამოგიყვანდა. გააცნობიერე რას გეუბნები და ნახე, ის 20% საკვები წამლები და უსაფრთხოება და სოფელში სადმე კუთხე თუ არ მოაწყე, ის 20%. იქ იმუნიტეტი თუ არ დაალაგე და თუ ჩამოანგრიე შენი ჯანმრთელობა, ღმერთმა რით შეგივსოს 80% თუ შეცავსები არაფერი იქნება. შენი ჭურჭელი თუ გატეხილი იქნება. წყალი როგორ ჩაასხას, მასში მაინტერესებს. გესმის რას გიხსნი? შენ დღეს არც იმ 20%-ზე ფიქრობ, საკვები წამლები და სხვა დანარჩენი, არც ჯანმრთელობაზე ფიქრობ და შენი ჭურჭელი გატეხვის და გაბზარვის დონეზეა და შენ ხარ ის ფანატიკოსი, რომელსაც აქვს გატეხილი ჭიქა, ჭიქაც კი არა აქვს. და უნდა რომ ღმერთმა შეუსოს ის წყლით, ენერგიით. ღმერთმა შენი უჯრედები რომ შეავსოს ენერგიით, უჯრედები გახსნილი უნდა კონდეს. მოусმინე კვებაზე რაც მიდევს, ნაშრომი. როგორ შემოუშვა შენში ენერგია თუ ჩახერგილი გაქვს მთელი უჯრედები ქიმიკატებით. მე შენ ეხლა გიმხელ პირდაპირ ფუნდამენტურ საიდუმლოებებს. მიიღე საიდუმლო, გააცნობიერე რას გიხსნი. გადადი ნაშრომ კვებაზე რომელიც დევს და მიხვდები რა უჯრედის გამტარობაზე ვლაპარაკობ. ის ენერგია შენში რომ შემოდინდეს, გიმეორებ, უჯრედები არ უნდა იყოს ჩახერგილი ქიმიკატებით. და ეს ყველანი როკფელერები ესენი ყველანი ამას აკეთებენ რომ შენი უჯრედები ჩაიხერგოს და ვერ შემოვიდეს ღვთიური ენერგია. და მთელი რიგი ჯაჭვია. მარხვა ეს ყველაფერი რაც დაგიბარა და რაც გაწყობს ისაკეთო კი არა. მარტო რწმენა და რაღაც. გამოდი ამ ფანატიზმიდან და ამ პარტავნებიდან. ესეთ
რაღაცას ადამიანებს რომ ვეუბნები, გიორგი მეტი ოპტიმიზმი გმართებს. ჩემზე მეტი ოპტიმისტი იყავ. ეს შენ ხარ პესიმისტი. მე ჭეშმარიტად ოპტიმისტი ვარ. როგორ? ამასაც აგიხსნი. ოპტიმიზმი იცი რა არის? და პესიმიზმი იცი რა არის? მაგრამ სანამ მაგ მივალ, ნახე, მე თუ ამ ყველაფრის მიმართ წინახედულობას ვიჩენ და ვისმენ უფლის ყველა ნათქვამს, რაც შემიძლია. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე პესიმისტი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვარ ადეკვატური ადამიანი. მე თუ რაღაცეები დავიმარაგე და ვიმარაგებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ნეგატიურად ვუყურებ რაიმეს. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამაზე ვფიქრობ. უთქვამთ ადამიანებს, რომ რატო ფიქრობ მაგაზე? ამათ გონიათ, რომ მე ამაზე ვფიქრობ. არა. ის უბრალოდ გამზადებულია სიტუაცია და ჩადებულია უჯრაში და ვაგზელებ ჩემს ყოფაცხოვრებით მდგომარეობას. მაქამდეც მივალ. მაგრამ სანამ მაქამდე მივალ, თქვენს ილუზორულ ოპტიმიზმზე ვისაუბრებ. ადამიანებს დაუწერიათ კომენტარები, რომ რატო ლაპარაკობ ესე, რომ არ იცით რა გელოდება. ხო, არ იცი შენ რა გელოდება. შენ მიჩვეული ხარ აი ამ კომფორტს. ყველაფერი რომ გაქვს ირგვლივ. გაფუფუნებული ხარ, გაიგე? გაფუფუნებული ტყეში რომ გაგიშვა, 2 დღე ვერ გაძლებ. რაღაც გიკმენს ან რაღაც დაგემართება, ან გაგისივდება რაღაც სხეულის ნაწილი, ან მოიწამლები, ან ეს დაგემართება. სინჯარაში ხარ, დღეს შენ შეჩვეული ქალაქში ცხოვრობ. და გგონია ესე იქნება ერთი პატარა წკაპ რომ მოხდეს. უბრალოდ რაიმე კრიზისი რომ მოხდეს სოფლიო. არ ხარ გამზადებული შენ ამისთვის. არც სულიერად, არც ფსიქოლოგიურად, არც ფიზიკურად. შენ მაძღარ კუჭზე და კომფორტში ფიქრობ რომ ოპტიმისტი ხარ. ოპტიმისტი კი არა, ჭეშმარიტი პესიმისტი ხარ. და ჭეშმარიტი ილუზიის მქონე ხარ. იმდენად გაქალაქებულები ხართ და იმდენად გაფუფუნებულები ხართ. მეც ეს ვარ, მეც ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ რაღაცეებს, რასაც ვიტევ, ვაკეთებ ქალაქის მიღმა. რომ ვერაფერს ვერ გძნობთ. პირობითად იღებთ ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს იღებთ, რომ ესე იქნება ყოველთვის. ესე იქნება ყოველთვის კი არა. შენს ისტორიას გადახედე. აგვისტოს ომი. აგვისტოს ომის შემდეგ 90-იანებში ომი. აფხაზეთის იმის იქეთ ომი, იმის იქეთ ომი. აი, გადახედე წლები და ციკლური სტაბილურობა ნახე შენს ქვეყანაში რამდენჯერ იყო ომი. მოდი ბოლოჟამს თავი დაანებე ჯერ. აი, ციკლურობას გადახედე შენს ქვეყანაში ომის. და მიხვდები რომ გამოწერილად წამალივით აქვს ომი ქვეყანას. და ამ პერიოდში ეხლა ყველა რომ იწევა ომისკენ, იქეთ ტრამპი, იქეთ ირანი, იქეთ და ამ პერიოდში ილუზიაში ხარ. ჩვეულებრივ ილუზიაში ხარ. მე კი არ გაშინებ, ან მე პესიმიზმით კი არ ვარ განწყობილი. ილუზიაში ხარ. მე ამ ყველაფერზე არ ვფიქრობ საერთოდ. მშვიდად ვცხოვრობ, ჩემთვის ვარ. მაგრამ ის, რაც შემეძლო რომ გამეზადებინა, უჯრაში მიდევს, გამზადებული და არ ვეხები და არც ვფიქრობ მაგაზე. ეს არის ჭეშმარიტი ოპტიმიზმი, ვერ ხვდები? ეს არის ჭეშმარიტი პოზიტივი, რასაც მე აღწერ, რაც უნდა ქნა. რეალობას რომ უყურებ შენ და მოქმედებ შესაბამისად ამ რეალობიდან გამომდინარე. ეს არის ჭეშმარიტი ოპტიმიზმი. ჭეშმარიტი ოპტიმიზმი არის რეალობიდან გამომდინარე, რომ ხელმძღვანელობა და მშვიდში ხარ და აგზელებ ცხოვრებას ბალანსში, ღმერთთან, სიყვარულით, ამ ყველაფრით. ჭეშმარიტი პესიმიზმი გითხრა რა არის? როცა რეალობას უყურებ და შესაბამისად არ მოქმედებ. შენ ხარ ოპტიმიზმის ილუზიაში. ბნელწყალ ხარ ამის ილუზიაში. და ნახე, შენ გგონია რომ შიგნით მშვიდში ხარ. შენმა ქვეცნობიერმა, იგივე ზეცნობიერმა, იგივე შენმა სულმა, მე რასაც გელაპარაკები, ყველაფერი იცის. იმაზე მეტი იცის, რასაც მე გელაპარაკები. და სერიოზულ სტრესშია შენი ქვეცნობიერი სინამდვილეში. რომ შენამდე ვერ მოიტანა რეალობა, ვერანაირი. იმ ქვეცნობიერის სტრესს ვერაფერს ვერ მოუხერხებ შენ. რაც არ უნდა ვითომ ოპტიმიზმში იყო. რადგან ის სიმართლეა, იცის ქვეცნობიერმა. და შენც იცი შიგნით სიმართლე რო არის. ისიც კი იცი სტაბილურად რომ ომები არის შენს ქვეყანაში და ირგვლივ. გამოწერილად. და ის კი არა რომ მაგალითად 1 საუკუნე არაფერი მოხდეს. არა, გამოწერილად. ეგ კი არა, მსოფლიოს აქვს გამოწერილი ბნელისგან ომი. მსოფლიოში ერთადერთხელ დაფიქსირდა მე მგონი 3 წამი იყო თუ 4 წამი. რომ გაჩერდა ყველგან ომი. 4 წამი გაჩერდა ისტორიის მანძილზე მსოფლიოში ომი. გამოწერილად აქვს ყველას ომი. სხვა დანარჩენ პერიოდებში არ გაჩერებულა საერთოდ. ამიტომ არავინ არ ელოდება ცუდს. ის ადამიანები, რომლებსაც მომზადებული აქვს თუნდაც საევაკუაციო ჩანთა. გაარკვეთ რა არის საევაკუაციო ჩანთა. სანამ დანიშნულების ადგილზე, უსაფრთხო ადგილზე მიხვალთ. არავინ ამ ყველაფერს, ვინც ამარაგებს ელემენტარულს, არაფერი ცუდს არ ელოდება. ეს არის ის დაზღვევა, რაც ღმერთმა დაგვიბარა. რომ შენ შეიძლება ჰამაკზე იყო წამოწოლილი, შეიძლება კბილში ჩხირს იჩხერდე და ჩიჩიას იძრობდე, შეიძლება დელოზე მისეირნობდე ხელ ჩაკიდებული შენ საყვარელ ადამიანთან და უცებ მოხდეს ეს ყველაფერი. რისთვის თქვა ქრისტემ ეს ახლა თქვენ სენაზე გიყვებით? იმისთვის რომ უბრალოდ მზადყოფნაში უნდა იყო და იცხოვრო მშვიდში და სიყვარულში. მზადყოფნაში უნდა იყოს ის რაღაც. გაიგე? როგორც საევაკუაციო ჩანთა, სხვა დანარჩენი. და შენთვის უნდა იყო მშვიდად სიყვარულში. ეს არის ის დაზღვევა, რომელიც უფალმა დამიბარა და დაგვიბარა ჩვენ და გადმოგცა წმინდანების და წმინდამამების სახით. ნათქვამი. მე ვისმენ ამას. მე მაქვს შენთან კითხვა. შენ რანაირად ცხოვრობ? შვიდში, ასეთი ქვეყნის ტრის მქონე მდგომარეობაში, ასეთ სიტუაციაში, სადაც
წამოწერილად ყოველთვის რაღაც ფიზიკური კრიზისია ბოლო ჟამს თავი დაანები. და ესეთ სიტუაციაში როგორ ხარ? შვიდში, ჰაერში ხარ ჩამოკიდებული. ელემენტარული პატარა არეულობა რომ დაიწყოს, პატარა არეულობა. ის 90-იანის ბნელი ადამიანები, რომლებიც ეხა იღებიან და ბულკივით არიან. აი როგორი ბულკივით არიან, იცით? ამასთანავე რაღაც სიტუაციაში ვიყავი და ციხის უფროსი გავიცანი, მაგრამ სანამ გავიცნობდი, ეს იგი ბულკი აი მოდი რა საყვარელი ხარ. და მე უკვე რაღაც შევატყვი ამ ადამიანს, რომ რაღაცა ვერ ხდება ამას და მე ვკითხებით კი ეს ადამიანი რა პროფესიაც არის, ციხის უფროსია. ესეთი ნიღბებით დადიან. გაიგე და როდესაც ამ ნიღბებს ჩამოიძრობენ, A პუნქტიდან B პუნქტში ვერ გადახვალ, ანუ უბრალოდ რომ ქალაქიდან გახვიდე, თავდაცვისთვის ვინჩესტერიც კი არ გექნება, რომ ოჯახი დაიცვა ესეთი კოშმარი ხალხისგან, რომლებიც მიძინებული ბნელის აგენტებივით არიან, კაციჭამიები არიან. ოღონდ ეხლა ბულკის სახეები აქვთ. და მე ამის მერე კითხვა მაქვს შენთან. შენ სუიციდით არ ხარ დაკავებული? თავს რომ არიცავ? ესეთი ბნელებისგან? აბა რით ხარ დაკავებული? რით გინდა შენი ოჯახი დაიცვა? მარტო ღმერთის რწმენით? კი, ღმერთი დაგიცავს. როცა შენ ღმერთისკენ მიდიხარ, მაგრამ მიდიხარ შენ ღმერთთან? მოусმინე შენ ღმერთის ნათქვამს? მამა გაბრიელის ნათქვამს კი არა. ღმერთის ნათქვამს მამა გაბრიელში. არა, გაიგე? შენ მარტო გინდა ერთ ნაწილს მოусმინო და მერე დანარჩენ ნაწილებში უფალს გინდა აკეთებინო რაღაცეები. უფალი შენ გაძლევს ამას და შემდეგ ხელს გიწყობს და არაფერი არ გემართება. მაგრამ შენ თუ ერთ ნაწილს უსმენ და მეორე ნაწილს ნაგავში ყრი, დაანებე უფალს თავი. მიხედეთ სოფელს, ცოტა ხელი შეავლეთ, რაღაც პროდუქტები დაამარაგეთ, მზის დამტენები დაამარაგეთ, წყლის გასაფილტრები დაამარაგეთ. კი, საქართველოში ახლა დალევ წყალს, მაგრამ ყველა წყალს კი ვერ დალევ. მიდი დალიე მტკვრის წყალი, რა მოგივა? აი დალიე ერთი ჭიქა მტკვრის წყალი და რა მოგივა ნახე. დალიე რაღაც ისე გაუფილტრავი წყალი და რა მოგივა ნახე. ელემენტარული წყლის ფილტრი რომ გამოიწერო 1000 ლიტრს ფილტრავს, მარტო ეს გადაგარჩენს. ელემენტარული დაიმარაგე პროდუქტები სოფელს მიხედე, ხეხილი ჩარგე იქ, რომ ხეხილმა გარჩინოს. პირობები გააკეთე, ბარი, თოხი, რაღაცები დაამარაგე, მიგდებული რომ გაქვს სოფელი, მოამარაგე იქ, გააძლიერე ის ადგილი რომ შეაფარო თავი და ელემენტარული პირობები გქონდეს, რომ ფჭხილები არ დათოხნოთ უნდაც. ან ელემენტარული შუქი რომ გქონდეს, ზის დამტენები, 1000 სისულელეში რომ ხარჯა ფულს და ამ რაღაცეებში რომ აკეთებ. მიწები იყიდეთ. იმდენი ემიგრანტი იქნება და იმდენი ადამიანი ჩამოვა ეკო ემიგრანტი რომ მიწას თითს ვერ ჩააყვეხებ. და რაც საქართველოზე ჩავწერე კლიმატურ პირობებზე, ხო მოხდა ეს? ეხლა მე არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მოხდა და ახთა და ხო გიწინასწარ მეტყველება. ეს წინასწარ მეტყველებას კი არ არის. ეს არის ადეკვატური აზრი. რაც ხდება, რაც ვილაპარაკე ბოლო ჟამზე საქართველოზე. ბოლო ჟამი პლანეტა საქართველო, ესე რომ ქვია. ეს არის როგორი რაღაც, იცი, ცხვირწინ რომ გიდევს ეს სიმართლე. მთელი ევროპა იწვებოდა და რა გითხარით, აქ შეაფარა ნოეს დროს, იმის დროს, ამის დროს თქო, გადარჩნეთ თქო. მთელი ზაფხული სიგრილია. რატომ? იმიტომ რომ კავკასიონი ის, მაგრამ ნახე, მიწები იყიდე, აიფონებს რომ ყიდულობ, მიწები იყიდე სოფელში, მიხედე იმ ადგილს, დაამარაგე პროდუქტები და ფუნდამენტში ჩადე რესურსები, ფუნდამენტში. შენ შვილს შეიძლება მიწა აღარ შეხვდეს, შენი შვილი შეიძლება გახდეს შენს ქვეყანაში ემიგრანტი. ხო ხედავ მიწებს როგორ ყიდიან და რა ხდება? იმ შეიხებმა და იმათმა იციან ბევრი რაღაც. მილიარდები რომ აქვთ, იციან და ესე შენს ქვეყანაში შენ რომ არ ყიდულობ შენს მიწას და ანიავებ. საკუთარ ქვეყანაში მიწა არ გექნება შენი. გაიგე? იმხელა ფასი დაედება, რომ შენ ვეღარ იყიდი შენს მიწას შენს ქვეყანაში. რა გააკეთა სახელმწიფომ? უფასო დაზომა მთელი საქართველო. რატო შენი აზრით? ყველას აჩვენა, აი ეს შენია, ეს ჩემიაო. სახელმწიფომ თქვა. უფასო დაზომა მილიონები ჩაიდო ამაში. რატომ თქვა სახელმწიფომ? ეს ჩემიაო. იმიტომ რომ მომავალში აპირებს ამის გაყიდვას, რაც მისია. სადაო რომ არ იყოს და მთელი რიგი პროცედურები და პროცესები იქნება დაწყებულია უკვე ეს პროცესები. ყველაფერი უკვე. ხედავ, ცრუ სწავლებლები, სოფლიო ომის პროცესის დაწყების პროცესები. მე კი არ გაშინებთ. დაწყებულია ნენელა, ისე რომ ვერ შეამჩნიო. აბა ეხლა უცებ რომ შეამჩნიო რაღაც მოქმედებებს და ნენელა, ხვალდაზე კი მალე, ნენელა. გესმის? იქ უკვე მუსლიმური ქალაქი, იქ ის და შენს ქვეყანაში მიწას ვეღარ იყიდი, ვეღარ იწყო, ემიგრანტი იქნები შენს ქვეყანაში. მიწები შეიძინე, აიფონებს და სისულელეებს რომ ყიდულობ და სოფელს მიხედე და გაძლიერდი როგორც გეუბნები ისე. თორემ მამაზე ციერი ვერ გიშველის პირდაპირ გეუბნები. და შენი შვილი იქნება ყოველგვარი ქართველობის გარეშე. რა ქართველი ხარ? შენ საკუთარ ქვეყანაში თუ შენი მიწა არ გეკუთვნის და კვადრატში, კუბში ხარ გამოკეტილი, ყუთში ხარ გამოკეტილი ოთახში, კორპუსში. ქართველი არა ის ხარ, კიდე. ქართველი ხარ, როცა მიწა გაქვს შენი და როცა ქართული მიწას ეხები შენი ხელით. რატო? აბა გეორგია რატო ქვია? გეორგია რატომ ქვია საქართველოს? მიწასთან არის ეს კავშირში და მთელი რიგი პროცედურები არის. ამიტომ მიხედე, მისახედ საქმეს. შვიდობა მოგცეს უფალმა
ყველას მშვიდობა მიცეს დედამიწას, მასში მცხოვრებ ადამიანებს, მშვიდობა მიცეს საქართველოს ქართველთ, მასში მცხოვრებ ადამიანებს, მშვიდობა ყვაოდეს ჩვენს ქვეყანაში, უფლის მადლი გვეფინოს ყველას, დაგვიფარე უფალო, გაგვიხსენი გული, შენი გულის ხმა გვასმინე ჩვენს გულში. ამინ, ამინ, ამინ.